20 მარტი არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე გაზაფხულის ბუნიობა, რა უნდა გავაკეთოთ, რა პრაქტიკა შეგვიძლია გამოვიყენოთ. პირველ რიგში აღვნიშნოთ ის, რომ ამ დღეს არანაირად არ არის კარგი ჩხუბი, საქმეების გარჩევა, კონფლიქტი, კიდაც ადამიანის შეგვხვდეთ, ან თუნდაც ოჯახის წევრთან გქონდეთ რაღაცა გაუგებრობა, არ გირჩევთ ამ დღეს რაღაცა გარკვეული საქმეების გარჩევას. ეს დღე გაატარეთ ისე, როგორც თქვენ გსურთ, რაც თქვენ ბედნიერებას განიჭებთ, რაც თქვენ ცხოვრებაში პოზიტივს მოიტანს. იმიტომ რომ ეს დღე პასუხისმგებელი იქნება, ანუ რასაც დათესავთ დღევანდელ დღეს, სწორედ იმას მოიმკით. და თან ციფრული ფსიქოლოგით 2026 წლის 20 მარტი გამოდის ციფრი 6. ციფრი 6 რა არის? კომფორტი, ოჯახი, სიყვარული, ზრუნვა, მინუსში თავისთავად ცუდი ენერგია არის, მაგრამ პლუსში გავიაროთ ეს ყველაფერი და თუ გაინტერესებთ პლუსში ცხოვრობთ, მინუსში ცხოვრობთ, თქვენი ცნობიერი რეალიზაცია, მისია და ასე შემდეგ შეგიძლიათ მოგხსენოთ, ისარგებლოთ ამ მომსახურებით პროგნოზ-რუქა, ბედის მატრიცა და ასევე რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის, ეს არის ცნობიერი რეალიზაცია, მისია, თქვენი დანიშნულება და თქვენი დაბადების თარიღი და ასევე ის ციფრები, რომელიც თქვენს ბედის მატრიცაში არის თუ არ არის და შეიძლება იყოს და დასამუშავებელი იყოს და შეიძლება არ იყოს და მაინც დასამუშავებელი იყოს. ნუ თავისთავად თუ არ არის დასამუშავებელი იქნება. ხო, ანუ რისი თქვა მინდა, ეს დღე არის ენერგია 6, მოგეხსენებათ ენერგია 6 პლანეტა ვენერა მფარველობს, ეს არის სიყვარულის პლანეტა, ასე რომ მაქსიმალურად დადებითი ემოციებით სიყვარულით სავსე. ვართ პარასკევ დღეს, რასაც ვთესავთ, იმას ვიმკით უახლოეს პერიოდში. პრაქტიკა, რომელიც გამოგადგებათ, ეს გახოთ სანთელი დაგჭირდება, საეკლესიო სანთელი შეიძლება ფურცელი და კალამი და 4 პუნქტი, რომელიც უნდა ჩამოვწეროთ. პირველი, რა მომწონს ჩემს ცხოვრებაში და რა მინდა რომ თან წავიღო. იყავით გულწრფელი, რადგან ამ ფურცელს ვერავინ ვერ ნახავს და ვერ წაიკითხავს. და რაც მოგწონთ, რაც გაბედნიერებთ და რაც გინდათ რომ თან წაიღოთ. მეორე, რა არ მომწონს, მაგალითად არ მომწონს უფულობა, არ მომწონს რომ რაღაცა, ანუ თქვენს თვით შეფასებას ვაღოთ ნუ შეეხებით. ის რაც არ მოგწონთ და არ გინდა რომ წაიღოთ. მესამე პუნქტი, ეს მეორე პუნქტი იყო. მესამე პუნქტი, რა არ გაქვთ და არ გინდათ. ნახეთ ადამიანები შეიძლება ეს ემოცია ძალიან პატარა იყოს, ვერ ვაფიქსირებთ, როცა ვიღაც ავად არის, ვიღაცა ცუდად გრძნობს თავს, რაღაცა საშინელება ჭირს, ხო? და შენ ამ დროს ეს არ გაქვს. შენ უნდა იყო ამ ყველაფრისთვის მადლიერი. ანუ ჩამოწერეთ მესამე პუნქტი, ის რაც არ გაქვთ და არ გინდათ რომ გქონდეთ. ანუ არ გაქვს და არ გინდა რომ გქონდეს. და მეოთხე პუნქტი არის ყველაზე საინტერესო და ყველასათვის საყვარელი. ეს გახლავთ ის რაც გჭირდებათ. მადლიერება პირველ რიგში გამოხატეთ და